თეკლა ირემაძე 11 წლის. სწავლობ პირველ საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა სიმღერა, მუსიკა და კითხვა. კითხვაში მიყვარდა 7 წლის ასაკში. პირველი წიგნი, რომელიც წავიკითხე, იყო საიდუმლო ბაღი. ეს წიგნი დაბადების დღეზე მაჩუქა მამიდა ჩემმა. ჩემი საყვარელი წიგნია ტომ სოიერის თავგადასავალი. მე რომ მწერალი ვიყო, წიგნს დავწერდი მეგობრობას. ამ წიგნის მთავარი პერსონაჟები ვიქნებოდით მე და ჩემი მეგობრები. მეგობრობა არის ერთმანეთთან ყოფნა და ერთმანეთის ჭირისა და ლხინის გაზიარება. მეგობარი ძალიან ბევრი მყავს, მეგობრები ბიჭებსაც და გოგოებსაც. მაგრამ მყავს ერთი განსაკუთრებულად გამორჩეული მეგობარი ნინო ანთაც. ჩემი სკოლა იმიტომ მიყვარს, რომ ძალიან კარგი მასწავლებლები მყავს, ასევე კლასელებთან ერთადაც ძალიან კარგად ვერთობ. ჩემს კლასში ყველაზე მხიარული არის ნიკოლოზ შაინიძე. ყველაზე ცელქი არის ლიზა მარკოვი. ყველაზე მშვიდი არის ნატალი მოხაშავრი. ყველაზე პერსპექტიული და იმედისმომცემი არის ნინო ანთაც. მე ვარ ყველაზე ჭკვიანი, ლამაზი და მეგობრული. ჩემი საყვარელი საგანი არის გერმანული. გერმანულის გარდა კიდევ მინდა ვიცოდე ფრანგული. სამოგზაუროდ სიამოვნებით წავიდოდი იტალიაში. ჩემი საყვარელი მასწავლებელი არის ნონა ხინკილაძე. იმიტომ რომ იგი არის ძალიან ყურადღებიანი და არ ყვირის საერთოდ გაკვეთილებზე და ყველაფერს მშვიდად გიხსნის. რომ გავიზრდები, მინდა გამოვიდე მომღერალი. ბავშვობაში მინდოდა გამოსულიყავი პრინცესა რაპუნცელი. ახლა მინდა ვიყო 5 წლის, რადგან მომენატრა ბაღი. სახლში ვცხოვრობთ მე, ჩემი ძმა, დედა, მამა, ბებია და პაპა. კიდევ მინდა მყავდეს ერთი და. ჩემი ძმა არის 9 წლის და ჰქვია თორნიკე. ის არის მხიარული, ცელქი და ძალიან დიდი ფანი ფეხბურთის. ჩემი აზრით, თორნიკე რომ გაიზრდება, გამავა ფეხბურთელი. ფეხბურთი მეც ძალიან მიყვარს და გულშემატკივრობ საქართველოს ნაკრებს. ჩემი საყვარელი ფეხბურთელებია მიხაუტაძე და ბელინგემი. ჩემი ძმის ჰობია ჩემი ნერვების მოშლა. ნერვებს მაშინ მიშლის, როდესაც ჩემი საყვარელი გუნდი წააგებს და დამცინებს. ჩემი საყვარელი გუნდია მადრიდის რეალი. მამიკო არის ძალიან მშრომელი, მეგობრული და ასევე ძალიან თბილი. მე ვარ მამიკოს გოგო. დედიკო არის ლამაზი, მსრუნველი, მშვენიერი და თბილი. ძალიან მიყვარს დედიკოს გაკეთებული ცეზარი. ჩემი საყვარელი საჭმელი არის ხინკალი. მე ასევე მიყვარს მუსიკა და ვსწავლობ ფალიაშვილის სამუსიკო სკოლაში. ვარ მესამე კლასში და ვუკრავ პიანინოს. მაინდა-მაინც პიანინოზე შესვლა იმიტომ გადავწყვიტე, რომ ბავშვობიდან მომწონს ეს ინსტრუმენტი და თავისი ჟღერადობა. პიანინოს გარდა კიდევ მინდა ვუკრავდე გიტარაზე. უკვე მქონდა ერთი გამოცდა და 2 კონცერტი. ყველაზე კარგად დამამახსოვრდა მეორე კონცერტი, რადგან პიანინოზე ვუკრავდით 2 გოგო ანსამბლს და ეს ძალიან მოეწონა ხალხს. კონცერტის მერე ჩემმა ძმამ მაჩუქა ყვავილი. ყვავილებიდან მე ვგავარ ტიტას, რადგან ჩემი საყვარელი ყვავილია. ჩემს საერთოდ ლამაზია და ორიგინალური. სამუსიკო სკოლაში ვარ გუნდში და სიმღერა ძალიან მიყვარს. გუნდის სიმღერებიდან ყველაზე მეტად მიყვარს სიმღერა თბილისსა. მე რომ ახლა კარგი მომღერალი ვიყო, ჩემს სოლო კონცერტს ვისურვებდი ამერიკაში. ბილეთი ეღირებოდა $200 და მთელი დარბაზი იქნებოდა სავსე. ბევრი ფული რომ მქონდეს, ვიმოგზაურებდი ჩემს საყვარელ ქვეყნებში და ასევე დავეხმარებოდი გაჭირვებულებს. პირველ რიგში დავეხმარებოდი ავადმყოფ მოხუცებს. გავუხსნიდი უფასოს ავადმყოფოებს და უფასოდ ჩაუტარებდი ოპერაციებს. მოკლედ, დიდი ფული რომ მქონდეს, მე ვიქნობოდი დიდი გველმოქმედი. პირადად ჩემთვის ვიყიდი ჩემი ოცნების სახლს. ეს სახლი იქნებოდა 3 სართულიანი, ექნებოდა დიდი ეზო, აუზი და ეზოში ექნებოდა წითელი ფერარი. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, დავესწრებოდი ჩემი საყვარელი მომღერლის ლედი გაგას კონცერტს. წინა მონაწილემ დამიტოვა ასეთი შეკითხვა. თეკლა რომ არ მერქვას, რა მერქმევთ? მე თეკლა დამარქვა დედამ და ეს სახელი ძალიან მომწონს. მაგრამ თეკლა რომ არ მერქვას, ალბათ მერქმეოდა ნინი. ჩემ შვილებს დავარქმევ ანას და ანდრიას. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას. ვისთან ერთად იცხოვრებ და უკაცრიელ კუნძულზე? მე მაგალითად უკაცრიელ კუნძულზე ვიცხოვრობდი ჩემს მეგობარ ნინო ანთაძესთან ერთად. ჩემი ოცნების საჩუქარი არის საგზური იტალიაში. ბედნიერება არის მეგობრებთან ერთად გართობა და ოჯახთან ერთად დროის გატარება. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.